კარგი мама თუ შეგვიძლია კი რთული იქნება, მაგრამ თქვენი აზრით მაინც აი როგორი არის კარგი мама ზოგადად როგორები უნდა ვიყოთ მამები რომ თქვენ ჩვენზე რომ აი კარგი мама. ხო, ну, მან ყველას რა თქმა უნდა თავისი მოსაზრება აქვს ამ მიმართულებით, რას ნიშნავს კარგი мама და მე ჩემი მხრიდან ყოველთვის არა მარტო როგორც мама სხვადასხვა სიტუაციებშიც როცა აღმოჩნდები, ხოლმე სულ თავს ვაყენებ მეორე მხარეს. ამ შემთხვევაშიც ესე ვარ, ძალიან ზედმიწევნის სიღრმისეულად მახსოვს ყველაფერი, რაც მომწონდა, რაც არ მომწონდა, რაც მაბრაზებდა, რაც მაიმედებდა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ბავშვობაში. და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ისეთი ვიყო, როცა რაღაც მომენტი დგება, მეც როცა რაღაც კონკრეტული ემოცია მაქვს, ვიხსენებ რომ იმ მეორე მხარეს რო ვიყავი, აღქმა იყო ამისი არასწორი, ანუ ვერ აღიქვამს ბავშვი და სხვა ფაზა აქვს ასაკის მიხედვით, ახლა მე შვილები ყველა ასაკში მყავს შვილები და შესაბამისად ანუ ვარეგულირებ ხოლმე რომელთან იმ მომენტში რომელთან მაქვს კომუნიკაცია რომ იმის მიხედვით გადავალაგო და იმის მიხედვით გავცე პასუხი კონკრეტულ შემთხვევაში ხოლმე ანუ დიდია თუ პატარაა თუ რა ასაკში ამიტომ რომ სხვა ასაკში სხვადასხვა აღქმა გვაქვს რაღაცეების და თან გამოცდილება სიმართლე გითხრათ მე უფრო მეტი და მეტი მოდის მაინც ანუ მეორე მხარე რო ხარ ესე იოლი არ არის ანუ ყველაზე უფრო კარგ სიტუაციაში ვარდება ხოლმე ბავშვი რომელიც უფრო გვიან იბადება პირველები მაინც გინდა თუ არ გინდა რაღაც ექსპერიმენტის ნაწილია უკვე მეორე შვილზე უკვე რაღაცები იცი მაგრამ მაინც არ ხარ დახვეწილი იმიტომ რომ გაჩნია როდის იყო პრინციპში რამხელა იყო დაშორება და ნუ ჩემ შემთხვევაში უკვე ახლა მაქსო არის ყველაზე მაქსიმილიანი, ყველაზე პატარა, რომელიც 13 წლის გახდა ახლა და მას ყველაზე კარგი მე ვერგე, მოდით ესე ვიტყვი, უკვე დახვეწილი, უკვე გამობრძმედილი და ვცდილობ ხოლმე რომ კომუნიკაცია გქონდეს, ანუ ურთიერთობა შედგებოდეს ყველა შემთხვევაში მეგობრობა, ანუ თავიდანვე ესე მქონდა პირველივე შვილიდან, რომ მეგობრობა არის მთავარი ხაზი, რაც გვაკავშირებს ერთმანეთს, ანუ მეორე ნაწილია უკვე როცა რაღაცა შეიძლება ან მოითხო, ან მოთხო, ან ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მეგობრობის ხაზზე გაძა ყოველთვის მაინც ვფიქრობ რომ სწორი ესეა მე შემიძლია რომ მაქსიმალური გავაკეთო მისთვის და მაქსიმალური რჩევა მივცე მაგრამ ვეუბნები ყოველთვის ჩემს შვილებს რომ შენი ცხოვრება შენი გასავლელია რა თუ გექნება სიკეთე რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება რა მაგრამ თუ რაღაც ისე არ წავა შენ ცხოვრებაში ყველაზე მეტი პრობლემის წინაშე დადგები შენ ანუ სულ აი ამას ვარიგებ რომ ეცადე რომ არ აღმოჩნდე იმ პრობლემებში და თუ პრობლემამდე მდე იმჟელე ყველაფერზე ანუ მე მსჯელე გამოიყენე ჩემი გამოცდილება ყველას გამოცდილება თავის როგორც გინდა არ მოგერიდოს არ შეგეშინდეს არ დამალო აზრი არა აქვს რა რაღაცებს რომ არ გაიგოს მამამ ანუ შვილების ხშირი გადაწყვეტილება. კი, ანუ იმიტომ რომ ერიდებათ, იმიტომ რომ ვცდილობ რომ ეს მოერიდება ნაკლები იყოს რა და მაქსიმალურად ღია ვიყო, ანუ ვემეგობრო და ამაზე გადიოდეს ჩვენი ურთიერთობის ხაზი, შეიძლება გავბრაზდე კიდევ შეიძლება რაღაცაზე ვიჩხუბო კიდევ ისე არ არის რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ რა თქმა უნდა რა. მაგრამ ნუ მე ისე ვცდილობ რომ ეს ყველაფერი დავაბალანსო, იმიტომ გავბრაზდე ამაზე რა, რომ ეს ანუ შეგეძლო როგორღაც ერთად გაგვევლო ანუ კითხვა დაგესვა, ანუ ნუ მოგერიდებათ ამის კითხვა დასვა რა, ანუ სურპრიზებს ის რომელიც შენ გონია რომ ახლა სწორია, ჯობია რომ რაღაცნაირად ერთი გავიმსჯელოთ მაინც გააკეთე თუ დარწმუნებული ხარ რომ ეგრეა რა. მე უბრალოდ რჩევას მოგცემ რა, ანუ როგორც გინდა ესე მოიქეცი წინ, ისევ შენ დაგხვდება რა. აი დაახლოებით ესე მგონია რომ არის კარგი მამობა და არა ის რომ აი შვილო შენ ყველაფერს გაიკეთებ. არ, მე მინდა თვითონ აკეთონ რაღაცები, ანუ თავიანთ ცხოვრება თვითონ გაიარონ. ანუ აქვთ სრული თავისუფლება თავის მოქმედებაში და მე ერთი მეგობარი ვარ, რომელიც უკან ვარ და როცა რაღაცა არის, გამოიხედავს, იცის რომ იქ უკან ვარ და იმედი ყოველთვის რომ კონდეს. აი დაახლოებით ესე წარმომიდგენია მე კარგი მამა.